საქართველოს პირველი არხი წარმოგიდგენთ. Exami ჩემია ხო? ჩემც ხო? კი. Yes, ანუ მდოგვიდა პური მთლიანად მე დარჩა. გინდოდა? აბა არ მინდა მოგიხარშა? არა, შეშუ, ვიხუმრე. ძალიან კაი, იმიტომ რომ მეზარებოდა. აი ზუსტად სახუმაროდ გაქვთ საქმე რა. ორი თვე ამ სახში გადმოხვედით და ყველაფერი გაფუჭებულია. რა არის გაფუჭებული? კაბა მინდოდა გამეუთოვებინა და ვერ ჩავთე ის უთო. არა, დედა, არ გაფუჭებო. ესეთია. ამაზე მეტად არ ხურდება ეს. ნუ მე რა უნდა გააუთოვოს მაგა? კაი, რასო, გიждები ამ თორს და იცი რა მაგარია? აი თავში დაგრჩა, ხო? არ არსებობს არ დაწვავს. აი ესე თუ აუთოვებს და ეს თუ კარგია, მაშინ არ მინდა რა. ჩემი კაბა მაგაზე დაკუჭული კი არ არის. და ჩემს პერანგს რას უწურებს, ხალბატონო მანა? არაფერს. შენთვის მშვენიერია, რა უჭირს? ბავშვებო, წავედით. ნინი. ხუდი. აუ თმა მეწეწება და არ მინდა. აწაწილი გაქვს უკვე. აუ! სწრაფად. აი, აბა თქვენ იცით. მოდი ხა მე და შენ წყნარად დავიეთ ყავა. კარგი თუ გამიკეთებ. აბა რას ვიზო შოკოლადიც მაქვს. არა, მაგა შოკოლადს ვერ შევჭამ, ეხლა დავლიე წამალი. მას საღამოსთვის შევინახავ. კარგი რა, მე რა შემინახავ ბავშვებს აჭამე. თან შეიძლება საღამოს მე ვერც მოვიდე, იმიტომ რომ ლეილას აუღია დიდი შეკვეთა. მართლა? ბევრი კლიენტები ყავს? ბევრი, უკვე ვემალებით კლიენტებს. აუ რა კარია. აი სად არის ეს ბიჭი ამდენ ხანს რა? ლიზა, ვინ ბიჭს ელოდები? მე არა. ყველა ველოდებით. მეც? რა გჭირთ, ხელფასის დღეა დღეს. ბატონოვანო, რა ბედნიერები არიან, არა? ჰა? ხელფასის დღეა, ვანო, ხელფასის. იყოს მე. მე ყველაფერი არჩეული მაქვს საიტებს, ერთი დაკლიკება დამრჩა. აი, მოვიდა. ამაჯობა. როგორ ხარ? რა გოგო გელოდება დილიდან? მართლა? თვად შენ არა, უფრო ხელფასს. ხო, აი, ყველას ფულის გამოვუყარვა. ხანათი. ხელი შეგიშალე ხო? არა. როგორ ხარ? მე კარგად, მაგრამ რა, მშვიდობაა? მშვიდობა კი, მაგრამ საღამოს შენ და ტასო რო არ გნახოთ გადავირევი. რა ხდება? კოტიკოს ჭირს რამე? კოტიკოს არა, ელენე. რა? მეც თვითონ არ გითხრა რა ჭირს? არა, ელენემ არაფერი არ იცის ჯერ და არც უთხრა რომ ვიკრიბებით რა. აი მე ძალიან დავიბენი. აი მე შენ არ იცი მე როგორ ვარ, მაკა. რაღაცა ორი სიტყვით მაინც მითხრე რა ხდება. მირჩევნია, რო გნახოთ თვალებში გიყუროთ და ეგრე უფრო გეტყვით. კაი, კასოს დაურეკავ თუ მე მივწერა. არა, მე ვეტყვი, შენ მაგაზე აღარ მოცდე. მიდი წავედი კოცნი. კაი, მინდი, კაი. ხოდი. როგორ მიხარია რომ მოგეწონა? კიდე გაგიკეთებდე? ხო. კაი, წავედი, აკოცე. მიდი ცვაკოცე ფაგერარი. კაი, კოცნი. ეს ელენესკან. რატო? ეს ნიშნავს რატო ბედნიერია ბავშვი და მეც ისე მიხარია. ადრეა ჯერ სიხარული. კარგი რა მურმან რა, ადრე. რას ნიშნავს ადრე? ბავშვები ერთად ცხოვრობენ. ლევანს ხელის გულზე დაყავს. ელენეს და გიორგიც რა ბედნიერები არიან. არ შეგიძლია გაიხარო ამით ყველაფრით? არა.
ჯერ არ შემიძლია. შეეცადე მაინც. ცდილობ თინა. შენ როგორ ფიქრობ? მე არ მინდა ჩემი შვილი ბედნიერი ვნახო. ხო და ამ საღამოს განახებ. ხო რა, რამდენი ხანია ბავშვი გადასულია და ოჯახთან ერთად არც ერთხელ არ ყოფილა ჩვენთან. და შენ რა გინდა რომ თავიდან მოუწყოთ ნიშნობა? და მაინც და მაინც დღეს. ხო რა იყო არცალია? ამ ცალია, მაგრამ ნუ არავით არის მაგრამ. დანჩეს ყოველთვის მე გავაკეთებ, ყოველთვის მოვიტან, გავაკეთებ. თავი შენ გაიღიმო, როდესაც მოვლენ. კარგი ვეცდები. მინდი აბასწადე. ბიჭო, ხო თქვი როცა მოვლენ მაშინო. არ გახარჯო. რადგან ფულიანები და ბედნიერები ხართ უკვე, მაშინ მე წავალ. კარგი? არ წახვიდე რა. ძლივს ვიღაცამ გაგვამხიარულა. ხშირად უნდა გამოიარა ხოლმე, ამდენი არ მიცინიათ, ძალიან დიდი ხანია. რა ვიცი, გადაგიხადოთ უფრო ხშირად ზურომ და თუ გინდა ყოველდღე ვიყიდეთ. ხშირად არა ისე. არა, ეს ოხრა ვანოს ფუნქცია. ვანო არ გველაპარაკება. უი? არა და აშკარად ჩავრიცხე, გამომრჩა? ჰა? მე მითხარით რამე? არა, მაგრამ ახლა გეტყვით. რადგან ხელფასებიც გვაქვს და თან ჭამის დროა, წამოსაქმე წავიდეთ ერთად. მე ვერ წამოვალ 6-ზე მაგ დედლაინი. თქვენ? სად მაქვს მე ლანჩის ფული? ხო, კაი, ფული მაქვს, მაგრამ არ მშია და დიდად არც გარდა გასვლა მინდა. მე ვისაც გვინდა და შეგვიძლია ისინი რომ წავიდეთ, არ შეიძლება? წავიდეთ. და სად? აი ეგ მე ვიცი. გუშინ ისეთ ადგილას ვისადილი ბანკის ხალხთან ერთად და ისეთი რაღაცეები ვჭამე. ხო. ვერ. კაი, წავიდეთ ჩვენ, ხო? წავიდეთ. იცი კაცო ერთი რა. სულელი ეგ შენ ლაქები ადვოკატი ვიღაცა. რაოდა რომ ჭირდებაო საქმეში უნდა გავერკვეო. მე კიდე ბევრი საქმე მაქვს და შენი რიგი როდის მოვა არ ვიციო. მე მაქვს დრო? კითხე ერთი. მოკლედ ხო სამსახურში ვარ და თუ რამეს გაარკვევ გადმომიგე კარგი ადვოკატი გჭირდებათ? ბოდიში რა ესე ლაპარაკს მოვყარიყო? ხო დაუშვათ გჭირდება მე შენ დამიცავ? არა მე არა ჩემი უახლოესი მეგობარი ძალიან კაი ადვოკატია თუ სისხლის სამართალი არ არის მე მგონი მაგაზე უკეთეს ვერ იპოვით არა ქონებრივი დავა მაგრამ ხო და ელენე დაგჭირდებათ თქვენ იცლება? მოიცლის. ხერთი ამ ქალს მომაშორებდეს ვინმე და მეტი არაფერი მინდა რა. აი ის ქალი რო იყო მოსული ის ყოფილი ძოლია ჩემი. თუ რა უნდა? 15 წელი ვიცხოვრეთ ერთად. ნუ მილიონები არ ქონდა, მაგრამ რაც ქონდა, ყოფნიდა კარგად. შვილი ჩვენ არ ყავდა და მთელი ჩემი შემოსავალი მაგის განკარგულებაში იყო. აი ჩემმა უცბად იტალიაში უნდა წავიდე სამუშაოდ. რატო? რა ვიცი მე მეც არ უთხარი, კითხე ერთი. კაცო იტალიაში და ემიგრაციაში მიდის ის ხალხი, ვისაც ლუკმაპური ენატრება მეთქი, მაგრამ დაიჯერა, დაკრაფეხი და წავიდა. მერე? ერთი წლით წავალ სამუშაოდ. ამ ერთ წელიწადში მოახერხა და ვიღაც იტალიელს გაყვა. მეგობრის პირით შემომითვალა, გავთხოვდი და კარგად იხავიო. გესმის? ხო, ის იტალიელი ჩემზე ჭკვიანი აღმოჩნდა სხვათა შორის. 5 წელი გაუძლო. მეტი ვერა. გამოდგა ეს ქალი გარეთ. დავაგიდო ჩამოვიდა? აბა მართლა სამუშაოდ კი არ იყო იქ წასული კაც. თებში არ მახსოვს მაგის გარეცხილი სახლში. ვიღაც იტალიელს გადაყვებოდა თან კი. და თქვენ გარა უნდა? ბინა. ახლა დროებით ძმასთან ცხოვრობს, მაგრამ ვერ ეწყობა იმასაც ბატონო და თალკე უნდა ცხოვრება თურმე. თუმარ თქვენ რა შუაში ხართ? იმ იტალიელთან ხელი არ ქონდა მოწერილი. ჩემ ცოლად ითვლება ჯერ. ანუ ოფიციალურად ისევ ცოლ-ქმარი ხართ? რანაირად გავშორდებოდი ხო უნდა ჩამოსულიყო რომ გავშორებოდი. შეუტანია სასამართლოში სარჩელი. ბინის გაყოფა უნდა. ხო, ანუ მე მგონი არ ეკუთვნის არაფერი. ხო რა ვიცი. მაგისთვის სჭირდება მეც ადვოკატი. კარგი. დაურეკო ელენეს ანუ. ხო რა ვიცი თუაში გაწუხებ. არა, ხო დაურეკო. ყველაფრის დაღლილი სანატრელად სიკვდილი დამრჩა. რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება. რადგან არამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა.
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება. ახალია რამე? რას გულისხმობ? რაღაც ვარდისფერი არ გეკეთა? ის აღარ მშვენ. აი განტეიჯია? არ არის ანტიეიჯი, არ მჭირდება მე ანტიეიჯი. ეს არის უბრალოდ დამატენიანებელი ნიღაბი. ეხლანდელი გრიმები საშინლად აშრობს კანს. რავი პენელოპა კრუს ჩვენი რა დააქვს სახის კანი. აი მე თქო ყველას არ გაგვიმართლა ისე როგორც პენელოპა კრუს. კაი ბოდიში საწყენად არ მithქო. არ წენია მე. უბრალოდ აი იცი რაზე უბრალდები რა გააკეთა პენელოპა კრუსმა ჩემზე მეტი. უბრალოდ დაიბადა კარგ ქვეყანაში კარგი ქმარი შეხვდა და იცი რა რეპეტიციებს და გადაღებას რომ ამთავრებს არ დარბის რომ პროდუქტები იაფად იშაოს ჩემსაგან არ უნდა მეთქვა საერთოდ არ მწყეს საერთოდ გინდა გაგიცხელსადილი მაგარი ამბავი მაქვს რა კონკურსთან დამირეკეს და ფინალში ვარ როდის არის ზეგ ჩემი ხოჭარი გოგო როგორ მიყვარხარ რა იცი თიშდე ვა გაიხარე იმან თუ დროზე მოაღწია კი სადა ხარ ბიჭო სად მოვედი ბიჭო მოვედი ხო რა იყო რა გჭირს შენ დამშეული ხარ თუ ელოდები ისი რა ხინგალი ა რო სასწაული მიდი რა შენთვის მოდი უთხარ არა მე არ ხო კაი არა კი ხს მიდი არა დღეს წვეც ვერ დავლე რატო აღთქმა და მე ოჯახში პროსტა არ მინდა რა არ ვიცი მე ყველა ეგრე ვფუთოთ პრინციპში სადმე გინახავს კაცზე თქვა ცოლი მიგრძალავს დედა მიგრძალავს ან სიდედრი მიგრძალავს კაი სიმთვრალე მაგდა რატო არ მიგრძალავ გადასარევი სად არ მქონდა მობილური ტელეფონი ხო გადაგიღებდი კაი ფოტოებს მაშინ კაპოზე როც ეკონდი ბიჭო მე სოვიძახი ამ მობილურების გარეშე როგორ ცხოვრობდით მეთქი მაგრამ ეხლა რო ვფიქრდები მე მგონი არ იყო ცუდი მე ეხლა ვიწყებ ძმაუცხოვრებას ხო და დღეს ერთი კარგად გამოვთრეთ და ჩვენებურად შევაწუხოთ ქალაქი ასე დავლიო კი არა ფხიზელსაც მშვენივრად მაყანყალებს ბიჭო არ მიხვედი ხო ექიმთან არც იმ დასკვნამდე უნდა მიხვედი რომ ექიმთან უნდა მიხვიდე აი რა დათო რა ვინ ექიმთან უნდა მივიდე ჩემ ბებიკოს ხო იცი იმასთან დაილია ექიმი ბიჭო მოდა მიხვალ ერთთან გაგზავნის მეორესთან მეორე მესამესთან და ესე მთელი თვე უნდა ვიარო ექიმ და ვიღო ანალიზები აი რა ხო მოუძებნოთ ვინმე ახლობელი და ის მოგვიგوارებს ყველაფერს და რა გჭირს ისეთი განსაკუთრებული არაფერი დიდი დაბერდი რა ეხლა ჯო მართლა ბებერივით ვარ ამ ბოლო დროს რა ესე იგი დავწვევი თუ არა ხო ეგრევე მეძინება მე შუაღამეზე მეგვიძება და დილამდე ვარ ესე ჭოტივით დილას კიდე ყველაფერი მტკივა და ძლივს გადმომაქვს ლოგინიდან ძვლები და მე მაკარას ამბობს არა კი ამ წუწუნე უბრალოდ სიტყვა მოიტანა და მას მოგითხარი მაკარა შუაშია არა ძმა ესე არ შეიძლება რა გასაგებია ვარ წუწუნე მაგრამ თავს უნდა მიხილო თავს ერთხელ მიდი ექიმთან ხო შეიძლება ერთხელ მივა მაბოლე ბეკა შენ არ ხარ ექიმთან მიუსვლელი მივა არა ძმა მე შენი ამჭირე სანამ ჩემი თვალით არ ვნახავ მანამდე არ გამიჭირებ ხოლმე დილით დაგადგები სამსახურში 10 საათზე და ერთად წავალთ ექიმთან იცი რამდენი საქმე მაქვს თან ამ გრიპის გამო 2 დღე საერთოდ გავაცინე სამსახურში შენ 1 საათი იქ არ ყოფნით ბანკი არ დაიხსებოდა აი მე რომ მოვალ და არ ჩამოხო აი ხო 10 საათზე ხოვით ვიქნები ნახა გითხარი მოვალ მეთქი 10 საათი ხომერთო დამე შეხედე გიხვეწები უიჭველი ვერ გადაუწყვეტი აი ხილებას აპირებს თუ ცელის წამება აბაჟურნერები კაფეში ლოცვას არ გერჩენდა რომ ყავაში გეკვეთა ჩვენთვის თუ ისეთ რაღაცას გვეუბნები რომ არ გადაგვივა აი მე ხავატასო ზუსტად ეგეთი ამბავია მე მაინც დავლება გიხვეწები რა უკაცრავად 3 ამერიკანო მადლობა
აბა, რა ხდება? გოგოება, მოკლედ არ ვიცი რატომ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ბოროტი მებრძვის. ნათია, ეს ბოროტი ეხლა მეაქტრიანებს მიხარი. სო. მითხარი რომ ამ ბოროტებას რაღაცა სახელი და გვარი აქვს და სულების საძებნელად არ მომიყვანი აქ. მადლობა. რემად? არ გახსოვს სულთ რომ ვიყავი ნინიზე, როგორ ნერვოზი მქონდა. მეგონა რომ ყველაფერი ჩემ წინააღმდეგ იყო. ბოროტება გელანდებოდა შენ? არა, ეხლა თქვა ბოროტება არა, მაგრამ ჟიური და უხასიათო. არა, დედამთილზე არ ვამბობ. უბრალოდ შეიძლება რომ ყველაფერს პირველად მე შევესწრო და ყველას ქმარზე პირველად მე გამიჩნდეს ეჭვი. რა, ნათია, ეხლა არ მითხრა კოტიკოზე ნერვი იყო. მოგა რა ვიცი, აღარავის აღარ დარჩა სხვას ქმარი და. ლევანზე. რა? ოღონდ ქალზე არა. აბა? ой, არა ჯორის წერია გოგორასა. არა. აი დღეს ელენესთან და ლევანთან რო ვიყავით. ხელების დასაბანად რო გავედი, ხო გახსოვთ? ნუ რატო უნდა მახსოვდეს ნათია, შენ რო ხელების დასაბანად გავხვედი? ნუ კაი, დაუშვათ მახსოვს მერე. მოკლედ, შევესწარი რომ ტელეფონზე ლაპარაკობ და ძალიან დაძაბული ლაპარაკობ და თორე არ მივაქცევდი ყურადღებას. ძალიან დიდი თანხაა და მოგროვებას ვერ შევძლებ. ასეთი უინტერესო ისტორია ცხოვრებაში არ მომისმენი. ერთი შემახსენეთ, სად უნერვიულობთ ამ მომენტში? ვაიმე, რაში ჭირდებოდა ლევან სამხელა თანხა? ეს როდის აჩენს? იანვარში. ნათია კიდეცვალ. იანვარში რო გააჩინე, ცოტა ჭკუა მოგემატება, მე რეაგიხსნი ადამიანს რაში ჭირდება საერთოდ ფული. 1000 რამეში ნათია, ადამიანი ბიზნესმენია, ოჯახს დაუბრუნდა. ხო, ჯერ ეს ერთი გუშინ არ ამბობდა, უნდა გავფართოვდეთო და ახალ ბინაში გადავიდეთო. როდემდე უნდა იცხოვრონ ისე კუკუ ბინაში? ხო, ელენე ამბობდა ვერ ვეტავითო, გიორგი ჩვენ ოთახში ძინავს. ხო, და დიდი შანსი ვიღაცა ბანკირს ელაპარაკებოდა, შენ კიდე რა დაგემართა. ბანკირს ესე დაძაბული? აი, მაგათ რო ველაპარაკები მე. ნათია, მაშინ ვარ ყველაზე დაძაბული, როდის რა კრედიტს და სესხს შემოგტანიან კაცმა, არ იცის, ისე კრედიტი მე გადასახდებ. მაგრამ უკვე გადაიხდის, მე რამე დაბრუნება. ანუ თქვენ არაფერი საეჭვო არ გეჩვენებათ? მე არა. ვაიმე რა კარგია. გაიხარეთ გოგოება. სუდროს თუოიდი მითხარი და ეხლავე წავა. არა, გადასარევ დროს მოხვედი, შემოდი. მოდი. ეხა დავაწვინე ბავშვები. უი, კაი დროს მოხდა, როგორ მიყვარს ეს? რაღაცნაირად თითქოს სახით მშვიდდება და შენც მშვიდდები, არა? მეც მიყვარს. ყავას ხო დალევ? მამი, თუ არ შეგაწუხებ, კი სიამოვნებაა. არა, მეც ვაპირებდი დალევას. ისე კი ვიფიქრე, რომ არ შევაწუხებ, ეხლა არ მივალ, მე კიდე ხვალდილით ჩავალ და ვეტყვი თქო, მაგრამ ვერ მოვიტყვინე. მოხდა რამე? მოხდა არა. ესე თავისით არაფერი არ ხდება. შენ მოახდინე ნამდვილი სასწაული ჩვენთვის. იცი, აი პირველად შენთან რო ჩამოვედი, აქ რო ვისხედით, ხო გახსოვს? აი ზუსტად ვიცოდი, რომ შენ ხარ აბსოლუტურად გამორჩეული ადამიანი. სათნო. კარგი ეხა. მაშინ შეიძლება ცოტა უცნაურიც მოგეჩვენე და ცოტა მომაბეზრებელიც, მაგრამ პირველად ვიგრძენი აი ბევრი წლის განმავლობაში, რომ თითქოს ჩემს სახლში ვარ, აი რაღაცნაირად თავშესაფარი მიპოვა. ვაიმე. ძალიან მაგარია. მაგარი კი არა. აი შენ იმდენი რამე გააკეთე. აი დედას გეცები, ცი რამდენი მეგობარი მყავს, კოლეგები მყავს, ნათესავები. მაგრამ
თითქოს თავიდან დავიბადე, იცი? აი, ახალი სიცოცხლე დაიწყო. ეგ კი არა, მე და ნუკამ დავიწყეთ ერთმანეთთან ლაპარაკი. სიხარულის გაზიარება. ძალიან მიხარია მარტო. ვერ წარმოიდგენ, როგორ შემოვარდა და როგორ מחარა, რომ ფინალში გადავედი. უი, სულ დამავიწყდა მართლა. რა მაგარია. გადავედი, იცი, კინაღამ გავგიჟდი. კინაღამ გადავედი, იმდენი მკოცნა, რაც არ მიკოცნია, არ ვიცი რამდენი წელი. რაც გაიზარდა, სულ მეჩვენებოდა, რომ გამირბის და რაღაცნაირად არ სიამოვნებს. აი ხო გეუბნებოდი. ასაკია გეგეთი გადაუბნის თქო. იცი როგორ მეშინია ხა რამე არ დავაშავო. ისე რო არ გავაკეთო რამე, აი რამე არ გავაფუჭო, იცი როგორ თითქოს თითის წვერებზე დავდი. მოგეშინია ნორების. უბრალოდ იცი რა არის? მე მგონი შენ უნდა გააცნობიერო, რომ პატარა აღარ არის. რომ უკვე დიდი გოგოა და პატარასავით არ უნდა მოექცე. უფრო მეტი უნდა ელაპარაკო, მე მგონი. აზრი უნდა კითხო. უფრო უნდა ემეგობრო. მეგობარი უნდა იყო, თან კარგი მეგობარი. იცი რა, ეხლა ის სულ სხვანაირად მოვიქცევი და თან სულ მის გვერდზე ვიქნები. ნუ ძალიან ნუ შეაწუხებ, ხო? ეგეც არის. ვაი მე ისე ლაპარაკობ, ეხლა გეგონება ძალიან გამოცდილი ვარ. იცი არ ვიცი მე შენ რა გამოცდილება გაქვს. წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ მე რომ გადამარჩინე ნამდვილად ვიცი. კარგი რა. როდის არისო ფინალიო, სად უნდა მივიდეს? უიცი, ჯერ ზუსტად არ ვიცით. დღეს ღამე დაურეკავენ, ან ხვალდილი და ზუსტად გვეტყვიან. კაი, ხო მინდიხარ? არ შეიძლება? არა, პირიქით, უნდა წახვიდე, როგორ არ შეიძლება და ნუკას ძალიან გაეხარდება რა წახო. არ მithქვამს ჯერ ნუკასთვის, მინდოდა შენთან დალაპარაკება. შეხო ჩემ ფსიქოლოგი ხარ ახლა. მადლობა, ბაზანგრელი იყო. ყველა შეგარგო ჩამოუკ. და შეიძლება ორ შემოწახში გავიდე და კონტრზე ვეთამაშო? თუ იმეცადინე ყველაფერი კათი. მარტო ბუნება დამჭდა, მამა მითხრა, რომ ერთად ვიმეცადინოთ, ხომ? ოღონდ სახლში. ხოლო? ლევა, ყოჩა. როგორ ახერხებ ბავშვის მეცადინება? რომ გითხრათ, რომ ძალიან დიდი საქმეებით ვარ დაკავებული, მოგატყუებთ. მთელი ჩემი ყურადღება გიორგის ეკუთვნის. ლევან, ბინის ამბავში გაფართოებას არ აპირებთ? იგი აუცილებლად, იმიტომ რომ სამნი ვეღარ ვეტევით. თან ვფიქრობ, გიორგი უკვე დიდი ბიჭია და ცალკე ოთახი უნდა რა. ეხლა სამნი ხართ. მე 4 იქნებით 5, 6, 7. 9, დედა. მართლა დედა? კარგი რა. ეს თქვენ გინდა ცალკე ცხოვრება თუ რა? აი, ამ ხელა სახლი რისთვის გვინდა?